სანამ ჩვენს პროექტზე გადავალ, ალბათ არ იქნება მართებული არ გამოვეხმაურო იმას, რაც ჩვენ სფეროში ხდება და მოხდა გუშინ ღამით. ვფიქრობ, რომ ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის, როდესაც ადამიანები, როდესაც სახელმწიფო იწყებს კულტურის რეპრესიას, ეს უკვე იმაზე დიდი სიგნალია, ვიდრე შეიძლება ადამიანს ეგონოს, რომ რაღაცა ხდება. ამიტომ სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც უსამართლოდ არის დაკავებული და ჩვენ მხარდაჭერა ყველა ჩვენერ ადამიანს, რომელიც უკვე არ ვიცი მე რამდენი დღეა გარეთ არის ქუჩაში. ჩვენი პროექტი არის ნაწილი ზუსტად იმისი, რის გამოც ვართ ადამიანები გარეთ გამოსული, რომ ეს ქვეყანა გახდეს უკეთესი და უფრო მეტი კავშირი ქონდეს მთას ბართან, ბარს ცენტრთან, ურბანულ გარემოს, რურალურ გარემოსთან და გავაუმჯობესოთ ხარისხი. ყველაფრის ასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს ის არის გამოვხიზლდით, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ის ხარისხი, რაც შეიძლება ჭირდებოდეს ევროპულ ორბიტაზე ყოფნას. მთელი ეს გზა, რაც გავიარეთ, ამისკენ მივისწრაფოდით. ეს პროექტიც არის ამის ნაწილი. ჩემმა კოლეგამ სოფო ხაბაზმა და მე ვიმუშავეთ ქედის მუნიციპალიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიაზე. სოფო არის ქედიდან, მე ვიყავი ჩასული, მაგრამ სოფოსავით შევიყვარე იქაურობა და ამიტომ ჩვენი ბევრი პროექტი დაუკავშირდა ქედას. იმის გამო თუ როგორი ხალხი ცხოვრობს, იმის გამო როგორი მიდრეკილებები აქვთ და იმის გამო რა შეიძლება ეს ხალხი იმსახურებდეს მომავალში. გულისხმობ ხარისხიან ცხოვრებას, ხარისხიან მუშაობას და რაღაც უფრო ფართო ჰორიზონტებს. მეორეს მხრივ აქეთ ცენტრში ყავს უამრავი ადამიანი, მილენიალები ალბათ ძირითადად, რომლებსაც შეეხოთ ძალიან ბევრი მიმდინარე პროცესი და რაღაცნაირად გაარღვიეს ეს გასაჭირები, ალბათ იმიტომ უკეთესად ისაუბრებს, რაც არქიტექტორებს და ინტერიერის დიზაინერებს შესაძლოა შეხვედროდათ პოსტსაბჭოთა საქართველოში. ყველაფრის გათვალისწინებით. თუმცა ხო ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ყველაზე საუკეთესონი კიდე რამდენიმე არის ალბათ მაგრამ გაგვიხარდა რომ მათ აღმოაჩნდათ დრო და ყოფილიყვნენ ამ ჩვენი პროექტის ნაწილი და გაგვეცნო იმ ძალიან ძვირფასი და კარგი ხალხისთვის რომელიც ცხოვრობს და მუშაობს ქედაში. იდეაც აქედან დაიბადა. ხედავდით ორივე მხარეს ხედავდით პრობლემას, რომ სექტორები ვერ ასინქრონებენ პარალელურ მუშაობას ერთმანეთთან და არის კავშირების ნაკლებობა. ყველა სექტორი, რომელიც შეიძლება იყოს მთელს ქვეყანაში წარმოდგენილი, მხოლოდ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას ვერ დავაკისრებდი მაგ პასუხისმგებლობას, იგივე პასუხისმგებლობას დავაკისრებდი ბიზნესსაც და არასამთავრობო სექტორსაც და ძალიან არასტრატეგიული და გაფანტულია ეს ყველაფერი. და ამიტომ დაკარგულია, ვთქვათ, ეს სინქრონიზაციის პრობლემა არის. ამ სინქრონიზაციის პრობლემა მიგვიყვანა ამ იდეამდე როგორ გავაჩინოთ ეს ურთიერთობა და როგორ დავძრათ პროცესი უკეთესობისკენ. ერთის მხრივ უკვე ასე ვთქვათ, შემდგარ ძლიერად მდგარ არქიტექტორებს და ინტერიერის დიზაინერებს ვაჩვენოთ, რომ რეგიონში არსებობს ხალხი, რომელსაც რაღაცა მიდრეკილებები აქვს, იმაზე მეტი ვიდრე შეიძლება ჩანს და მეორეს მხრივ ქედაში მცხოვრებ ხის ოსტატებს ვუთხრათ, რომ აი ეს შეიძლება იყოს თქვენი ევოლუცია, განვითარება, წინსვლა. ეს ხარისხი არის ის ხარისხი, რაზეც უნდა სწორდეთ და რისკენც უნდა წახვიდეთ. იმიტომ თქვენ რის შესაძლებლობად განიხილავთ ამ პროექტს, აი როგორც ამბობს კავშირების ნაკლებობა, როგორც უწოდებს, კავშირების გაღრმავების რა შანსებს ხედავთ ამ თუნდაც იგივე ამ პროექტის საშუალებით? იცით, დიდი მადლობა კითხვისთვის, მოგესალმებით. პირველ რიგში ჩვენ შევხვდით იქ ხის ოსტატებს და ხე მოგეხსენებათ მშენებლობაში, დიზაინში, გამოყენებით ხელოვნებაში ეს არის ერთ-ერთი შეუცვლელი მასალა უკვე 1000 წლეულების მანძილზე და როგორც ჩანს მას არათუ მომავალში შეცვლა ემუქრება, არამედ მას ახალი პერსპექტივები უჩნდება იმ გაგებით, რომ ის უკვე ეკოლოგიურობის თვალსაზრისით და ჩვენ მოგეხსენებათ ეს რამხელა პრობლემა სამყაროსთვის ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო საჭირო და ბევრად უფრო პერსპექტიულ მასალად გვიდრდება ხე რასაკვირველია და ძალიან სასიხარულოა რომ ადგილობრივმა ოსტატებმა გამოთქვეს სურვილი და ზაობა იმისა რომ არა მხოლოდ დეკორატიული ხელოვნების თვალსაზრისით იმუშაონ, არამედ ჩაერთონ ხის დამუშავების და ხის გამოყენების მთელ სპექტრში და ამ თვალსაზრისით განავითარონ თავიანთი საქმიანობა. რაც რასაკვირველია ერთის მხრივ უკადის
ეკონომიკურ განვითარებას, მეტ შემოსავალს, მეტ დასაქმებას, რომ არაფერი ვთქვათ უკეთეს ნახშირბადის ნაკვალევზე ყველანაირად ეს არის, რა ქვია, გამართლებული ამის გამოყენება და ძალიან საშურია ის პროექტი, რომელიც ამ ადამიანების გაცნობას ისახავს მიზნად, მათთან დაკავშირებას და ერთის მხრივ საპროექტო პოტენციალის და მათი როგორც წარმოებლის შემდგომში ხელოსნების და რაც თავარია ადგილზე დასაქმებული ხელოსნების კომუნიკაციას ეხება. ანუ როგორ იყოს პირველი სამი დღე, რომელსაც უფრო ალბათ გაცნობითი ხასიათი ჰქონდა რა. ეს პროექტი არის უფრო რაღაცა ალივით, რომ დავინახოთ ასევე სად შეიძლება რომ პროცესი წავიდეს, ამიტომ რაღაცა დაიძრა. ეს არის ნაბიჯები, სადაც ესე აღვიქვამთ, რომ რაღაცა დაიძრა. აი ახლა საჭირო ბევრი შრომა ყველა მხრიდან, ჩვენი მხრიდანაც რაღაცა მონაწილეობა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ეს ერთდღიანი ვიზიტი გულისხმობდა მათ სამუშაო სივრცეებში, ხის ოსტატების სამუშაო სივრცეებში ვიზიტს და კომუნიკაციას, მაქსიმალურად არაფორმალური გზით და მაქსიმალურად შინაურულად. იმისთვის, რომ ასევე გაგვერკვია, რომ იყო თუ არა პოტენციალი თანამშრომლობის, თქვათ, ერთსა და მეორე მხარეს შორის, იმიტომ რომ ეს ისეთი რამეა, რომელსაც იძულებით შემოქმედებითი პროცესია და თქვათ იძულებით ვერ წარმართავ, უნდა დააკვირდე შედგება თუ არა, თქვათ ეს კავშირი. ამიტომ ვესტუმრეთ ერთი დღის განმავლობაში, რაც იყო შესაძლებელი იმდენ ხის ოსტატს, სხვადასხვანაირი გამოცდილების ადამიანებს, ერთის მხრივ მათ, ვისთანაც უკვე შეიძლება რაღაც თანამშრომლობაზე საუბრის დაწყება და მეორეს მხრივ მათ, რომელსაც როდესაც საჭიროება ისეთ ადამიანებსაც, როდესაც საჭიროება რაღაცნაირად უღვივდებათ და იღვიძებს მათში ამ ხესთან მუშაობის თუ ხის ცოდნის ინფორმაცია გენეტიკური, იმიტომ რომ ეს მთლიანად ტყეში არის ქედა, დასაწყისი არის მაღალმთიანი აჭარის და იზოლაციის თუ სხვა საჭიროებების გამო არქიტექტურაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში ცხე მნიშვნელოვანი მასალა იყო გამოსაყენებლად და საურთიერთობად. ანუ რელიგიური ნაგებობებიც კი ხით არის ნაგები, ხო, ძველი რაც არის და სახლებიც ნაწილობრივ. ამიტომ ესე წარიმართა არაფორმალურად და ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული როგორ დინებას მივცემთ ამ პროცესს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგად მოვუსმინეთ, რაც იყო, კიდე არის რამდენიმე ეტაპი გასავლელი და ამ მოსმენის შემდეგ უკვე შევაჯამებთ, საით შეიძლება რომ ეს დინება წავიყვანოთ. აი ეს არის რაღაცნაირი უბრალოდ მიცემა მიმართულების და პროცესის და დანარჩენი უკვე დამოკიდებულია ყველაფერზე, რაც ჩამოვთვალე. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, ჩვენი მონაწილე ასევე იყო პროექტი განვახორციელეთ დანიის კულტურის ინსტიტუტის მხარდაჭერით. ბევრი ხანი საუბრობდით ამ საჭიროებაზე, მათ მოგვისმინეს და შესაბამისად შემდგომში მე მოგვეცა შესაძლებლობა ყოლო და საქართველოში მცხოვრები იაპონელი არქიტექტორი, რომელიც ასევე კოპენჰაგენში მუშაობდა და მეორეს მხრივ ჩვენი არქიტექტორები და ეს ადამიანი ნაო, ვთქვათ, გავაცანით ერთმანეთს და გავცვალეთ პრაქტიკები, რომელსაც ისინი იქ და ჩვენი ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები საქართველოში და საქართველოს პარკლებს გარეთ ეწეოდნენ და ძალიან საინტერესო იყო თვითონ ეს პროცესიც, როდესაც გავიზიარეთ ეს პრაქტიკები, რაც იაპონიისთვის და დანიისთვის უკვე ძალიან ავთენტური არის, დაკავშირებული მდგრადობასთან, მეორადად გამოყენებასთან, რაღაცნაირ გონიერ მოხმარებასთან, მასალების, რომელსაც ბუნება იძლევა. დიმიტრი, აი რა გამოიკვეთა ყველაზე ხელჩასაჭირი და საგულისხმო გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დროს, რამდენად მზად არიან ისინი და რამდენად რეალური ეჩვენებათ და უშუალოდ თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების შედეგად სიახლეები. თქვენ ისნევართვით პირდაპირ სიღრმეში გადავალ ამ საკითხის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ხის როგორც მასალის სტრუქტურული გამოყენებით. სტრუქტურული გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ხე როგორც არა მხოლოდ როგორც დეკორატიული საშუალება, ან მოსაპირკეთებელი საშუალება, არამედ როგორც მზიდი კონსტრუქციების ელემენტების შესაქმნელი საშუალება იქნეს გამოყენებული. ამ ხრივ რასაკვირველია ხეს არაჩვეულებრივი გამოცდილებაც აქვს, არაჩვეულებრივი პოტენციალიც აქვს, მაგრამ მისი მოპოვება, დამუშავება არ არის იოლი პროცესი. კი, რასაკვირველია რეგიონში არის ამის ტრადიციები, ძალიან მდიდარი ტრადიციები, ანუ ამაზე ისაუბრა,
მაგრამ ტრადიციებთან ერთად არის ინოვაციის მოთხოვნილებაც და ძალიან საინტერესოა რომ ჩვენ როდესაც იქ ჩავდიოდით ყველას გულისხმობდით ამ ინოვაციისკენ მოწოდებას, რომ მათთვის მოგვეწოდებინა, რომ იქნებ და აღმოჩნდა, რომ ისინი თვითონ დაგვხვდნენ ამისთვის მზად და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო, რომ მათ უკვე მოთხოვნილება აქვთ, რომ ბამბუკზე იმუშაონ და ეს ბამბუკი არის ისეთი მასალა, რომელიც ადგილზე მადლობა ღმერთს არის ძალიან ბევრი, ძალიან იაფი რესურსია და ამ რესურსის დიდი ტრადიცია არსებობს უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც, ევროპაშიც, რასაკვირველია, ეს არის მსოფლიოში მოდებული უკვე ტენდენცია, რომ ბამბუკი ძალიან იაფი მასალა, მაგრამ ამავე დროს ძალიან გამძლე, თუ მას სწორად დაუმუშავებთ, თუ მას სწორად მოვამზადებთ, ამისთვის ის შეიძლება იყოს ძალიან ერთის მხრივ ეკოლოგიური, ძალიან დიდი კონსტრუქციული პოტენციალის მქონე და ჩვენ გვაქვს ეს რეგიონში და შეიძლება გამოვიყენოთ და უფრო იაფი და იოლად მოსაპოვებელია ვიდრე მერქნოვანი კულტურები და ეს გამოვიყენოთ და აღმოჩნდა რომ მათაც ამის მიმართ აქვს ინტერესი და ჩვენ თუ ამას გავაღრმავებთ ვერწმუნეთ რომ ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ფასის თვალსაზრისით, სისწრაფის თვალსაზრისით და ეფექტურობის თვალსაზრისით რევოლუციას სამშენებლო დარგში თუნდაც ამ რეგიონში ისეთ რომელიც უკვე მოხდა და რომელსაც ვაკვირდებით მსოფლიოს არაერთ კუთხეში